ყველაზე ცუდი რამ, რაც კი შეიძლება პროექტის მენეჯერს დაემართოს და რაც კი შეიძლება წარმოიდგინოს, არის ხოლმე მომენტი, როდესაც ვიშრომე, როდესაც საქმე ვაკეთე გულით, მეც ჩემმა გუნდმაც არ დავზოგეთ თავი, ხამეც ვათიეთ, სისხლის დავუღარეთ, ოფლის დავუღარეთ, მოკლედ თავი არ დავზოგეთ, გგონია რომ ყველაფერი კარგად გავაკეთეთ და მოდის დამკვეთი და 2 წუთში მიტრიალებს ყველაფერს, იმიტომ რომ იძახის რომ მე მგონი ეს ის არ არის რაც მე მინდოდა. ამაზე შეიძლება საერთოდ გავუგიჟდეთ, გადავირიოთ, ეს შეგრძნება თუ ბევრ პროექტის მენეჯერს და გუნდს განცდია და ამას საშინელი არაფერი არ არის, როდესაც შენს მიერ გაკეთებულ საქმეს თითქოს არ აფასებენ. და შენს მიერ გაწეულ შრომას აბუჩად იგდებენ და მოკლედ დაახლოებით ესეთი შეგრძნებები ემართებათ ხოლმე. ჩვენ კიდევ ვამბობთ, რომ არაფერ შუაში არ არის ცუდად თუ კარგად მუშაობა ამ შემთხვევაში. არაფერ შუაში არ არის ის, რომ ჩვენ ღამეები ვათენებთ თუ არ ვათენებთ. მთავარი ამბავი არის ხოლმე აქ იმაში, რომ ჩემი და დამკვეთის მოლოდინები იყო აბსოლუტურად სხვადასხვა. ის სხვა რამეს ელოდა, მე კიდე სხვა რაღაცისთვის ვათენებდი იმ ღამეებს თუ ვათენებდი. კიდევ უფრო უარესია სიტუაცია, შეიძლება თუ წარმოვიდგენთ, რომ ერთი დამკვეთი არის, მაგრამ კიდევ ძალიან ბევრი მონაწილე მხარეა პროექტში, სხვადასხვა stakeholder-ებსაც ვეძახით. ყველას თავისი მოლოდინი აქვს. ყველას თავის წარმოდგენა აქვს რა და ისეთი რაღაცა უნდა გავაკეთო, რომ ეს მოლოდინები შესაბამისი მივიღოთ. პროექტში ყველაზე მნიშვნელოვანი, აბსოლუტურად ყველაფერს თუ თავი დავანებოთ, ჩვენ თუ ყველაზე მნიშვნელოვანი კომუნიკაცია არ გვაქვს აწყობილი მთავარ არც თუ ისე მთავარ stakeholder-ებთან, პროექტის მონაწილეებთან, მათ შორის იგივე გუნდის წევრებთან, ხო? მაშინ, რავი, რაც არ უნდა მაგარი მეთოდოლოგიები ვიცოდეთ და ძალიან მაგარ გეგმა გრაფიკებს ხაზავდეთ და ძალიან მაგარ სპრინტებს ვატარებდეთ და ძალიან მაგრად შრომობდეთ და მუშაობდეთ, რაც არ უნდა გავაკეთოთ, არანაირი აზრი არ აქვს. ყველაზე მთავარი იარაღი პროექტში არის კომუნიკაცია და პროექტის მენეჯერის საქმის 80%, მისი დროის 80% უნდა იხარჯებოდეს სწორ კომუნიკაციაში. კომუნიკაციაში პროექტის გუნდთან, კომუნიკაციაში დამკვეთთან, კომუნიკაციაში სპონსორთან, კომუნიკაციაში გარეთ უშიდა მონაწილეებთან, კომუნიკაციაში სამთავრობო სტრუქტურებთან, კომუნიკაციაში კლიენტებთან, რომელიც ორგანიზაციის კლიენტებია. რა ვიცი, ძალიან ბევრი ვიღაცა პროექტში ჩართული, ვინც კი შეიძლება გვეგონოს, რომ არც თუ ისე დიდ გავლენას ახდენს პროექტზე. სინამდვილეში კი, როცა გავარკვევთ ხოლმე და კარგად გავანალიზებთ, მიხვდებით, რომ მე რომ მეგონა რომ მე და ჩემი გუნდი ვიყავით და რასაც მოვიფიქრებდით, ეგ იყო არანაირად. ყველაზე მთავარი ის არის პროექტის მონაწილეებს რა მოლოდინები აქვთ, როგორ მართოთ ეს მოლოდინები და რაც შეუკეთეს ის ჩამოუტანოთ და არა ის რაც ჩვენ გონია რომ მე მეგონა რომ მას ეს უნდოდა.